გამარჯობა ჩემო ძვირფასო. მაყურებლებო არხის გამომწერებო და ისეთი ვიდეო გვაქვს დღეს, შესაძლებელია რომ არც ერთი არ იყოს, მაგრამ Detailing აკადემიით დაინტერესებულო ხალხი. მოკლედ, ამ ეტაპზე Detailing აკადემიაში გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე და მინდა ნელ-ნელა გაგაცნოთ ყველაფერი, მაგრამ ეს ვიდეო ძირითადად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ვისაც ჩვენთან აკადემიაში უნდა მოსვლა, სანამ მოვა, რომ წარმოდგენა შეიქმნა ზოგადად Detailing აკადემიის შესახებ, ჩვენ მოგაწვით ამ ვიდეოს, თქვენ კიდე დაგვითმოთ იმდენი წუთი, რამდენი წუთიც ეს ვიდეო გამოვიდა, წინასწარ არ ვიცი და შემდეგ უკვე ყველაფერი თქვენთვის იქნება ნათელი და თუ ამის შემდეგ კვლავ გადაწყვეტთ, რომ მისწავლოთ ჩვენი პროფესია, დიდი სიამოვნებით ჩვენ ამას გასწავლით. მოკლედ, Detailing აკადემიის ვიდეო დავიწყოთ მცირე ისტორიით. 2019 წელს ჩვენ გავაკეთეთ საქართველოში პირველი Detailing გარაჟი, ანუ Detailing-ის სერვისი და ამავდროულად ძალიან მალევე გავაკეთეთ Detailing shop-ი. ანუ მაღაზია, სადაც ვყიდით ისეთ რაღაცებს, რაც ჩვენ სერვისიდან გამომდინარე დაგვჭირდა, აქ ვერ ვიშოვეთ, გავხდეთ იმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი, რომლებიც ძალიან კარგები იყვნენ იმ დროისთვის და ჩამოვიტანეთ საქართველოში და მათ მოგთხოვეს გაგიდები. ამიტომაც იძულებული გავხდით არა მარტო ჩვენს გარაჟში გამოგვეყენებინა ეს ამ ბრენდების წარმოებული მატერიალები, რომელიც გვჭირდებოდა, იძულებული გავხდით რომ გარაჟში გამოყენებინია და გაგვეყიდა კიდევაც. იმიტომ რომ მათ არ აკმაყოფილებდათ ის რაოდენობა, რასაც ჩვენ გარაჟში გამოიყენებთ და გვეუბნებოდა რომ ეს არ არის თქვენი კერძო გარაჟისთვის, ადექით გაყიდეთ. მოკლედ პირველი ჩვენ ჩამოვიტანეთ ნასიოლი, ჩვენ ჩამოვიტანეთ მაქშაინი, ჩვენ ჩამოვიტანეთ ლეტეკი, ჩვენ ჩამოვიტანეთ სტეკი, მოკლედ ძალიან ცნობილი ბრენდები, რომლებიც იყვნენ და არიან კიდევაც დღემდე თელ სოფლიოში Detailing სფეროში, ჩვენ ყველანი ჩამოვიტანეთ, იმიტომ რომ პირველები ვიყავით და გქონდა იმის ფუფუნება, რომ აგვერჩია საუკეთესო. და რა თქმა უნდა, დაგჭირდა ეხა უკვე ამ ბრენდებმა მოითხოვეს, რომ არა მარტო მოიხმარეთ, არამედ გაყიდეთ კიდევაც. ხოლო რომ გაგვეყიდა, გვჭირდებოდა ბაზარზე ყიდველები. და ყიდველები არ არსებობდნენ, იმიტომ რომ მარტო ჩვენ ვიყავით საქართველოში Detailing კულტურით დაინტერესებული ხალხი და მარტო ჩვენ მქონდა სერვისი. მაგრამ ჩვენ რომ აქტიურად დავიწყეთ TikTok-ის კეთება, აქტიურად დავიწყეთ სოციალური მედიების გამოყენება, Instagram-ზე ვიყავით ძალიან პოპულარულები, Facebook-ზე ძალიან პოპულარულები ვიყავით, ნელ-ნელა რა თქმა უნდა ხალხი აყვყვა და მათაც დაიწყეს Detailing სერვისები და ნელ-ნელა ჩვენი შოპის გაყიდვებიც რა თქმა უნდა გაიზარდა, იმიტომ რომ ამ ხალხს სჭირდებოდა მოკლედ ეს პატრიალები, რომელიც ჩვენ მქონდა. ამიტომაც, რომ წაგეხვალისებია ჩვენი შოპის გაყიდვები და უпростоრად ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ავიღეთ ამ კონკრეტული ბრენდების წინაშე, რომ ჩვენ გავყიდით მათ პროდუქციას, რომ წაგეხალისებინა, რომ კლიენტი არაფრიდან გამოგვეძებნა, იძულებულები გავხდით გავკეთებია Detailing აკადემია. და დღეს სწორედ ამ Detailing აკადემიაზე ვისაუბრეთ. უკვე 2020 წლიდან, შეიძლება 19-ში, ზუსტად არ მახსოვს, Detailing აკადემიის ფორმატში დავიწყეთ მოსწავლეების მიღება და მომზადება. თავდაპირველად ჩვენ ვთქვით რომ აკადემია გქონდა, სწავლა არ იყო ფასიანი. იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენი მიზანი იყო რომ შოპში გაყიდვები ქონოდა და ადამიანებს უბრალოდ ჩვენ ვაძლევდით საშუალებას შეეძინათ ეს პროდუქცია და შემდეგ გაეყიდათ. ამ უფასო სწავლების მეთოდმა არ გაამართლა. და რატომ არ გაამართლა? იმიტომ რომ ვიღაც ჩემ ნათესავს მოუნდა თავისი დებილიშვილის მოყვანა რომ აბა ამაცადინე იქნება რამე გამოუვიდეს, ვიღაცას ჩემ მეგობარ გოგოს მოუნდა თავისი დებილი შეყვარებულის უსაქმროის დასაქმება რომ იქნება რაღაც გამოუვიდეს. ჩვენი პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა სოციალურ ქსელებში, ყველა გვიყურებდა რომ რაღაცას კარგად ვაკეთებთ, ამიტომაც ყველამ თუ ვინმე თავისი დებილი ნათესავი მეგობარი შეყვარებული შვილი, დედა, მამა რავი იპოვა, ყველა აქ მოინდომა რომ მოიყვანათ, ხო და წესი ნომერი პირველი Detailing აკადემიაში ჩამოყალიბდა მაშინ. აკადემიაში ადამიანები იხდიან ფულს და მე გპირდებით რომ ჩემმა შვილმაც რომ მოინდომოს აკადემიაში სწავლა, ისიც ფულს გადაიხდეს. იმიტომ რომ ვინც ფული არ გადაიხადა, არავინ ეს პროფესია არ გამოიყენა. მალევე აკადემიის გახსნა 3 თვეში, აი რა ქვია, მომასხა უკვე ამდენი სულელის აკადემიაში დროის კარგვა, ავდექი და სწავლა გავხადეთ ფასიანი. ამის შემდეგ ჩვენ არასდროს ორიენტირებული არ ყოფილვართ აკადემიიდან ფინანსურ მოგებაზე. მე გეუბნებით, რომ ჩვენი ინტერესი დღემდე არის ის, რომ გაიყიდოს Detailing shop-ში პროდუქცია და ჩვენ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომლებიც გვჭირდებიან, იმიტომ რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია გქონდეს ჩვენს გარაჟში. ამიტომაც ვაკეთებთ Detailing აკადემიას. შესაბამისად shop-საც. ხო და სწავლა გახდა ფასიანი და მას შემდეგ, რაც სწავლა გახდა ფასიანი, ჩვენ ყავდა მინიმუმ 100 მოსწავლე. დარწმუნებულად უფრო მეტი, მაგრამ 100 იქნებოდა დარწმუნებულად. და ამ 100-ვე მოსწავლეთან გარდა 2-3%-ისა, ყველა დღემდე არის ძალიან წარმატებული, ყველა არის დასაქმებული,
ყველას აქვს რიგები და ყველას აქვს მოკლედ შესაძლებლობა საკუთარი პატიოსანი შრომით გამოიმუშაოს სარჩოს აბადები. ამიტომაც კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემო ახლობლებო, ან შორებლებო, ან ნათესავებო, ან მეგობრებო, არასოდეს დიდელინგ აკადემიაში არც ფასდაკლება და არც უფასო სწავლა არ იქნება, იმიტომ რომ ეს არის გამოცდილი მეთოდი, ვინც არ იხდის თანხას, არ აქვს მას ინტერესი რომ ისწავლოს. შესაბამისად, ვერც ისწავლის. ტყუილა უნდა დაგვაკარგინოს ჩვენ დრო და თავადაც დრო უნდა დაკარგოს. წესი ნომერი 2. შეიძლება ადამიანმა ფული გადაიხადოს, მაგრამ მაინც არ ვასწავლოთ. და რა თქმა უნდა, ფულგან დაუბრუნოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყაჩაღები არ ვართ. რა შემთხვევაში ხდება ეს? როდესაც დედას ან მამას უნდა ისწავლოს საკუთარმა შვილმა რაიმე პროფესია ჩვენთან, მაგრამ შვილს ფეხებზე კიდია. ამიტომაც დღემდე თუ იმე დარეკავს, რომ მე მაინტერესებს პირობები და ხვდები ტელეფონში, რომ მას ეს პირობები თავის არ აინტერესებს, მომენტალურად უხსნი, რომ ეხა ჩვენი კომუნიკაცია გაითიშება, გზარს გავთიშავ, ვინც უნდა ისწავლოს იმან დამირეკოს და ჩვენ გავერკვევით. ამის შემდეგ უკვე ვიბარებთ გასაუბრებას. და გასაუბრების შედეგად ვიწყებთ სწავლას, მაგრამ მე ვიტოვებ კიდევ რამდენიმე გაკვეთილს, რომ თუ ჩვენ არ მოგვეწონა ეს ადამიანი, ვეტყვით სწავლაზე უარს და გავუშვებთ. იმიტომ რომ მასში უნდა იყოს ინტერესი. და სანამ ჩვენ დაუშვათ ადამიანს სწავლას დავაწყებინებთ დიდელინგ აკადემიაში, მას თავად უნდა უნდოდეს ჩვენზე მეტად რომ რაღაც ისწავლოს. მე არ ვიძახი რომ ჩვენ მას რამეს დავაკლებთ. არა, უბრალოდ ის თვითონ უნდა იყოს მონდომებული რომ ისწავლოს და შესაბამისად ამის მერე ყველაფერი გამოვა. როცა მონდომებული არ არის, არც არაფერი არ გამოვა. მოკლედ, ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტი ჩვენ გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ჩვენი საქმე კარგად გამოგვდის. ანუ აკადემიაში კარგად ვასწავლეთ. მაგრამ ეხა თუ ადამიანს არ უნდა, იმას ჩვენ ძალით ვერ ჩავუნერგავთ. ამიტომაც წესი ნომერი 2 არის ის, რომ შეიძლება ფულის საშუალება იყოს, მაგრამ ადამიანს სწავლა არ უნდადეს. ამიტომაც ფული არ არის მთავარი, მთავარია ადამიანს შევატყოთ, რომ სწავლა უნდა. ეს იქნება გასაუბრების გზით, თუ სწავლის დაწყებიდან რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ აკადემიიდან ჰაიდა ავაცრევინოთ ისეთ ადამიანს, რომელსაც ეს საქმე არ აინტერესებს. სამაგიეროდ რა თქმა უნდა გვირდებთ, რომ თანხას უკან დაგიბრუნებთ, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ისე, რომ ეს თანხა ჩვენთან დარჩება. წესი ნომერი 3. თანხის გადახდა ხდება სრულად, ერთი კვირით ადრე დაწყებამდე სწავლის საქმე. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კურსი, ამ ეტაპზე ჩვენთან არის 4 კურსი. პირველი ეს არის ინტერიერის შემსწავლელი კურსი, სადაც შედის ინტერიერის წმენდა, მოვლა, პრევენცია რომ არ დაზიანდეს, ინტერიერში არსებული მაგაგონების პოლირება და ზედაპირების ნანოკერამიკა. ანუ სრულფასოვანი სერვისი, რაც დეტეილინგ შეიძლება ადამიანს სჭირდებოდეს, გარდა ტყავის რესტავრაციისა. ინტერიერის კურსში შედის, გრძელდება 2-დან 3 კვირამდე, 4 საათი დღეში, სამუშაო დღეებში, 2 საათი თეორია, 2 საათი პრაქტიკა, სულად საკმარისია, რომ 2-3 კვირის განმავლობაში ადამიანმა აითვისოს ეს პროფესია. მეორე, ექსტერიერი. პოლირება, ბიგფუთ პოლირება, ნანოკერამიკა. დაყოფილი არის, ნახეთ, პოლირების ტრადიციული მეთოდები, ბიგფუთ პოლირება, როგორც პოლირების ახალი ტექნოლოგია და ძარის ნანოკერამიკა. ასევე შუშის ნანოკერამიკა შედის ამ კურსში და შედის ავტომობილის სწორი და სამფაზიანი რეცხვა. ეს ინტერიერში შედის და კიდევ შედის ამ კურსში ავტომობილის მიღება და გაშვება. თუ საჭირო არის კიდევ მომხმარებელთან კომუნიკაციის სკილებსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად უფასოდ ამ კურსის განმავლობაში შევასწავლეთ ჩვენ სტუდენტებს. მესამე არის ტყავის რესტავრაცია. ტყავის რესტავრაცია შესაძლებელი არის გაგრძელდეს 1 კვირა, შესაძლებელი გაგრძელდეს 3 კვირა, გააჩნია რამდენი საათი იქნება მასწავლებელს ამისთვის დრო და რამდენი საათი იქნება მოსწავლეს ამისთვის დრო. როგორც მოკლედ მორიგდებიან, ეს არის გარკვეული საათის რაოდენობა უნდა გაატაროს მან ჩვენ სარესტავრაციო სივრცეში და შემდეგ უკვე გახდება ტყავის პროფესიონალი რესტავრატორი. და მეოთხე, ფირის გადაკვრა. ფირის გადაკვრაზეც ზუსტი თარიღი არ არსებობს, 1-დან 3 თემდე ვასწავლეთ ჩვენ ფირის გადაკვრას. ამ კურსში უკვე შედის 4 ავტომობილის გადაკვრა, 2 ვინილის, 2 დამცავის, ზოგადად მიხვდეთ ალბათ რომ დავცავი ფირის გადაკვრა ცალკე ისწავლება, ფერადი ფირის გადაკვრა ცალკე ისწავლება, ეს ერთი კურსის შემადგენელი ნაწილია, შედო ონლაინების გადაკვრა ცალკე ისწავლება და დროის მიხედვით, როგორ იმ პერიოდში როგორ ეცლება მასწავლებლებს და როგორ ეცლება სტუდენტს, ამის მიხედვით ჩვენ მოგირგდებით ვადიანობას. 4-ვე სასწავლო კურსს აქვს თავისი სილაბუსი და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავყვეთ ამ სილაბუსს. შეიძლება მცირე აცდენები იყოს, მაგრამ სილაბუსს მაინც მივყვებით. საბოლოო ჯამში თქვენ გადმოგეცემათ სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სერტიფიკატამდე მიღწევა
არის ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მე კი გეუბნებით რომ 2-დან 3 კვირამდე საჭიროა, მაგრამ შეიძლება იყოს რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა და ადამიანს დაჭირდეს 2 კვირის, მაგრამ 4 კვირა. ის 2 კვირას სერტიფიკატს ვერ აიღებს. იმიტომ რომ ამ სერტიფიკატის ხელმომწერელი ადამიანი ხშირად მე ვარ. და არა მარტო მე, სხვა ადამიანებიც რომლებიც სერტიფიკატის ხელს აწერენ, ყველანი არიან უაღრესად პატრიოტები და ტყუილ უბრალოდ არავის არაფერზე ხელს არ უწერენ. მათ შორის არც სერტიფიკატს. ასე რომ ძალიან ხშირად ყოფილა ესეთ შემთხვევები, რომ ოღონდ სერტიფიკატი მოგვეცით და ჩვენ ვიცით, უბრალოდ სერტიფიკატი გვინდა, საზღვარგარეთ მივიდივართ, ანუ წარადგენ არასოდეს არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ჩვენ რაიმე თანხა აგვიღოს ტყუილ უბრალოდ და კურსი არ ჩაგვეტარებინოს. მაგალითად შემიძლია გითხრათ, ადამიანი ისრაელიდან იყო ჩამოსული, სერტიფიკატის ანუ მე ვაკო 10 წელი პოლიბას ვაკეთებ, შენ რა უნდა მასწავლო, მე გამომიცხა და ჩამირიცხა თანხა, სერტიფიკატი მომეციო და მოვალო ვისწავლე. არ მოვიდა. ერთხელ დაურეკე, ორჯერ დაურეკე, მე ის ტექსტინგი რაც ახლა წინასწარ გითხარით, გამემეორე შენო მე რა უნდა მასწავლო 10 წელი ვაკეთებ, სერტიფიკატი ვინა მეტი არაფერია, შენ რას კარგავ, დაბეჭდე მომეციო. მიიღო ბებიამისის რა თქმა უნდა, დაუბეჭდეთ ჩვენ იმას თავისივე ჩარიცხული თანხა, ქეშად და გავატანეთ უკან, რა თქმა უნდა, სერტიფიკატი არ მომწონს. ასე რომ არ ვიცი ხა მე თქვენთვის რამდენად ეს სარწმუნო არ არის სარწმუნო, ჩვენს მიერ გაცემული სერტიფიკატი აუცილებლად არის იმის დამადასტურებელი, რომ ადამიანმა აქ ისწავლა და ისწავლა ისე რომ დაადასტუროს სწორედ იმ სერვისების განხორციელების შესაძლებლობა და უნარი და რო უკვე შესწავლილი აქვს, რასაც სერტიფიკატში ეწერება. მეორე, სერტიფიკატთან გაკავშირებით. სერტიფიკატი ამ ეტაპზე არ არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული და ამას სჭირდება სპეციალური პროგრამის დამტკიცება, რომელზეც სხვათა შორის მე უკვე მუშაობ. და ჩვენი მოღვაწეობის, მოღვაწეობის წყალებში რა თქმა უნდა, 4 წლის თუ 5 წლის თავზე აუცილებლად ჩვენი სახელმწიფო პროექტი სახელმწიფო პროგრამას წარმატებით დავწევთ, მე აკრედიტაციას მივიღებ და საბოლოო ჯამში ძალიან მალე იქნება ისე რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი იქნება, მაგრამ დიდად არ ჭირდება ზოგადად სახელმწიფოს აღიარება, რადგანაც აღნიშნული არის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ეს ცოდნა შეეხება ხელსაქმეს და ხელსაქმის მტკიცება პრაქტიკით, მოკლედ, მე არ გამიგია ვინმე სახელმწიფოს აღიარებული აპოსტილი დამოწმებული სერტიფიკატი ჭირდებოდეს, მაგრამ უნდა იყოს. საჭიროა და აუცილებლად იქნება. ესე იგი, თავიდან დავიწყოთ ინტერესის კურსის განმავლობაში, როდესაც თქვენ დაასრულებთ, თქვენ იღებთ სერტიფიკატს, რომელსაც გასცემს აკადემია. პოლირების შემთხვევაში თქვენ იღებთ dual სერტიფიკატს, რომელსაც გასცემს ნასიოლი და რომელსაც გასცემს აკადემია. ტყავის რესტავრაციის შესწავლის შემთხვევაში იღებთ ასევე dual სერტიფიკატს, რომელსაც გასცემს ლეტეკი, ანუ ტყავის რესტავრაციის ყველაზე დიდი კომპანია მთელ მსოფლიოში. და დიტენინგ აკადემია და ფირის გადაკვეთაზეც ასევე dual სერტიფიკატს იღებთ, სადაც აქ საერთოდ 3 სერტიფიკატს იღებთ. ერთი ვინილის გადამკვრელი შემსწავლელი დამადასტურებელი აკადემიიდან, მეორე დამცავი ფირის დამადასტურებელი შესწავლის სერტიფიკატი აკადემიიდან, მესამე სტეკის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ დაადასტუროთ თქვენ იცით სტეკის პროდუქციის გამოყენება, მათ შორის ის უძვირფასესი ფირები, რომელსაც აწარმოებს სტეკი და კიდევ ერთი კომპანიის, რომელიც აწარმოებს ვინილს, ამ კომპანიის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს თქვენ იცით ფერადი ფირების გადაკვრა. მოკლედ 4 სერტიფიკატს იღებთ ამ შემთხვევაში. ეს იყო რაც შეეხებოდა სერტიფიკატებს, მე ყველაფერი მაქსიმალურად მოგაწოდეთ ინფორმაციას, რაც საჭირო არის. სხვა ყველაფერი უკვე შესაძლებელი არის, რომ ინდივიდუალურად როდის დაიწყებ სწავლას, როდის დაამთავრეთ, როგორ საათებში იქნება, ეს ყველაფერი სწავლის დაწყება და ინდივიდუალურად შეგვიძლია შევთანხმდეთ და დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. მე გპირდებით, რომ იმაზე ბევრად მეც გავაკეთებთ, რასაც ესე უშუალოდ გასაუბრების შემთხვევაში მე თქვენ დაგპირდებ. ხოლო ხა თქვენ თუ მონდომებული იქნებით, თქვენი მხრივ დამიჯერეთ ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება უკვე ჩვენს სპონსორებს, თქვენ იცით რომ ჩვენი სპონსორი არის Slebet.g, ონლაინ ტოტალიზატორ და კაზინო, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ დედის ნამდვილად. მოდიში გიხდეთ ხა რამდენად ეს აკადემიის ვიდეოს ფორმატში დება, არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია მოკლედ ამ ყველაფერს აქ მოგწევა, იმიტომ რომ ეს კამპანია არის გემბლინგის წინააღმდეგ მიმართული და გემბლინგის წინააღმდეგ მიმართული არის ჩვენი აკადემიაც, რომ ადამიანს ვასწავლოთ ხელსაქმეს და თანხა გამოიმუშავოს, არავითარ შემთხვევაში ეს თანხა არ უნდა მოხდეს ამ გემბლინგ პლატფორმებზე, რომელიც რა თქმა უნდა დაიკარგება. ასევე მოვეშვათ fake სპონსორებს და გადავიდეთ რეალ სპონსორებს და თუ ვინმეს გექნებათ სპონსორობის სრული, შეგიძლიათ საერთოდ დიტეილინგ აკადემია დაასპონსოროთ, თქვენი პროდუქცია შემოიტანოთ და ამის მხრივ ჩვენი სტუდენტები, როცა ნახავენ და მოეწონებათ აკადემიაში, რომ თქვენი პროდუქცია ნამდვილად კარგია, შეგიძლიათ საერთოდ ვერი მიიბათ, გაყიდოთ და ასე შემდეგ ხვდებით ალბათ რა სპონსორობაზე მაქვს საუბარი, ან ზოგადად დაასპონსოროთ ჩვენი YouTube არხი. ჩვენი YouTube არხის დასპონსორებით მე გპირდებით რომ ამ თანხას ჯიბეში არ ჩავიდებ,
ამ სპონსორობით თქვენ უფრო მეტ მომსახურებას გაგიწევთ და უფრო მეტ YouTube-ს გავაკეთებთ, თორე ხარ მე ეჭობა ვიღაცა მითხელთ ახლა გადაიხადოს რომ მე ჩემი საქმის მეტოვებად მიღირდეს და YouTube-ერობა დავიწყო. ასე რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სახის მოლაპარაკებისთვის, რაც გაგეხარდეთ, შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენამდე, დავსწრეთ, დავილაპარაკოთ, სულ რომ რა ვიცი, ჭადის ფქვილს ყიდეთ, ჭადის ფქვილით ძალიან გემრიელი ჭადი კეთდება თუ ხარისხიან იქნება. არ ვიცი, როგორც გაგეხარდეთ, მოკლედ ისე შეგვიძლია გავისაუბროთ. და ბოლოს ეხლა მოგმართავ შენ თუ შენ უყურებ ჩვენ ვიდეოებს, მოგწონს ჩვენი არხი და გინდა გამოხვიდე მომავალი დიტეილერი. ჩემო დაო, თუ ძმაო, არ ვიცი ვინ ახარ, შენ სწორად გვიყურებ, იმიტომ რომ შენ მოხვდი ხა იმ პლატფორმაზე, სადაც ერთადერთი და კარგი დიტეილერების სამჭედლოა. დიტეილინგ აკადემიაში. დამიჯერე, რომ აქ ძალიან კარგი ადამიანები შეგასწავლიან შენ იმ პროფესიას, რომელსაც გადაწყვეტ და მე შენ ამ პროფესიით იშოვი თანხას. აქ არ არის საუბარი რომ გახდე მილიონერი, მაგრამ შენ ყოველთვის იქნება საშუალება უზრუნველყო შენი საკუთარი მოთხოვნები. ერთადერთი რაც შენ გევალება, არა, მოდი ორად-ორი რაღაცას გეტყვი, რაც შენ გევალება, პირველი ეს არის რომ იყო უაღრესად პატიოსანი, იმიტომ რომ თუ უაღრესად პატიოსანი არ იქნები, შენ ვერაზროს ამ საქმეში ფულს ვერ იშოვი და მეორე, ძალიან უნდა გინდოდეს, რომ ისწავლო ეს პროფესია. ორად-ორი რაღაც მოგეთხოვნ. თუ შეგიძლია იყო პატიოსანი და თუ ძალიან გინდა გახდე დიტეილერი, მოდი აკადემიაში დანაჩეს ჩვენ ვხედავთ.